პოლიტიკური ძალები, რომელთა დღის წესრიგიც ქვეყნის საბოტაჟით არის განსაზღვრული, უნდა აიკრძალოს. ამ მოტივით მოამზადა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს დღეებში წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა და ცნობილია ის მთავარი სასარჩელო მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებასაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდება. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება პარტიათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც უნდა აიკრძალოს? ვინ იქნება სიაში, ვისაც პოლიტიკური მოღვაწეობა შეეზღუდება და გავრცელდება თუ არა აკრძალვა მათზე, ვინც პარტიულ სიაში არ იყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას გადაწყვეტილებებს იღებდა. მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ პარტია, არამედ იდეაა და მის წინააღმდეგ წამოწყებული დავა კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს. სარჩელს ამზადებს ლელო ძლიერი საქართველო, რომელიც პარლამენტის მიერ ორგანულ კანონში მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებს. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 472 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდა. მომართულ გუნდში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გარკვეული დეტალები ზუსტდება. რა წერია სარჩელში? კონკრეტული პარტიების საქმიანობის აკრძალვა, უკვე აკრძალული პარტიების სახელით წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირებისთვის მანდატების შეწყვეტა, პოლიტიკური საქმიანობისა და უკვე აკრძალული პარტიის წევრებისთვის იდენტური პარტიის დაარსების შეზღუდვა. ეს არის ის, რასაც ქართული ოცნება ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდება. უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპული საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად რადიკალიზმის, ძალმომრეობის, ტერორიზმის, კრიმინალის ხელშემწყობი და განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიების ადგილი პოლიტიკურ ავანსცენაზე არ არის, ბუნებრივია დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კრიმინალი გაემიჯნოს პოლიტიკას. უახლოეს პერიოდში შედის სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში. საზოგადოება იხილავს თუ რომელ პარტიებზეა საუბარი და რომელ პიროვნებებზე, ვისაც უნდა აეკრძალოთ საქმიანობა საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ გაუჭირდება გადაწყვეტილების გამოტანა, რომ ასეთი ტიპის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები და გენებოდ პოლიტიკური პირები არ უნდა მოღვაწეობდნენ პოლიტიკაში საქართველოში. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული სარჩელით ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობა და ერთპარტიული მმართველობის დამყარება. ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე მიუთითებენ. ქვეყანაში მდგომარეობა არის მარტივად დასახასიათებელი, დიქტატურა არის ქვეყანაში დამყარებული, დამყარების პროცესი მიმდინარეობს, რაღაც რამდენიმე კუნძულია თავისუფლების დარჩენილი. ერთი გადაწყვეტილება შეიძლება რაც მიიღო ამ ქვეყანაში ბრძოლა გააგრძელო. ჩვენი მხარდაჭერები რომ არიან, ჩვენი პოლიტიკური ძალებს რომელთა აკრძალვასაც აპირებენ 100,000-ობით მინიმუმ მათივე დათვლით მილიონზე მეტი თუ არა, ამ ხალხს უგზავნენ პოლიტიკური აზრის ქონის და დაფიქსირების უფლებას. ეს არის მართლა ქრესტომათული მაგალითი დიქტატურის დამყარების, რასაც ვერ შეეგუება ქართული ხალხი. კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა კი საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრსარჩელის შეტანისთვის ემზადება. ლელო ძლიერს საქართველოში აცხადებენ, რომ დოკუმენტი უკვე მომზადებული აქვთ და 9 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებული ორგანულ კანონში მიღებული ცვლილებების გასაჩივრებით მიმართავენ. პარტია ლელოში ბრძოლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც აანონსებენ. ჩვენ უკვე დადგაქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ მიმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს რეპრესიული კანონმდებლობა საბოლოო ჯამში გამოიწვევს დემოკრატიული ფუნდამენტის რღვევას და უზრუნველყოფს დიქტატურის, ავტორიტარიზმის სრულ კონსოლიდაციას ჩვენს ქვეყანაში. ქართული ოცნებისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ოპოზიცია დიქტატურის დამყარების მცდელობაზე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგებით მიღებული მანდატები არ გამოიყენეს და ამომრჩეველთა სურვილი არ გაითვალისწინეს. რაც შეეხება დიქტატურის დამყარებას თუ რაღაცა მსგავს სისულელებს, ეს ძალები პრაქტიკულად არ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში. არ გაამართლეს საკუთარი ამორჩევლის ნდობა, უარი უთხრეს საკუთარ ამორჩეველს იმ გამოცხადებულ ნდობაზე, რომელიც მათ მიიღეს და არ გამოცხადნენ პარლამენტში, ხო? შესაბამისად, ეს ძალები როგორ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ არიან პოლიტიკური პარტიები. ესენი არიან პირდაპირი გარე დაფინანსებით მოქმედი აგენტურა. ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა სახელისუფლებო გუნდმა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაანონსა. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში
პერიოდში 2003-12 წლებში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის მანდატიც რამდენჯერმე გაფართოვდა. შემდგომში უკვე ამ კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი სარჩელი, რომელსაც ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.